შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის განუყოფელი ნაწილი ჩვენ საბანკო სექტორზე სანქციების მოხსნაა. საუბარია იმ დაწესებულებებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ხაზით მუშაობს. ამ შეზღუდვების შინაარსი ჩვენთვის ნათელია და თუ ევროპულ ქვეყნებს არ სურთ ამ გზით სვლა, ეს იმის ნიშანია, რომ მათ არ სურთ მშვიდობის გზა. მათ არ სურთ ხელი შეუწყონ იმ ძალის ხმევას, რომელსაც მოსკოვი და ვაშინგტონი ავლენენ სამშვიდობო პროცესებში. მიმდინარე კვირას ჩვენ ვიხილეთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც მივესალმეთ როგორც პირველ სასიცოცხლო ნაბიჯს. თუმცა რამდენიმე წუთში რუსეთმა ახალი პირობა წარმოადგინა. პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად აღნიშნა, რომ პუტინი ფეხს ითრევს. ამიტომ ვთანხმდებით, რომ რუსეთი თამაშობს და დროს იგებს. ეს მათი კლასიკური მეთოდია. უნდა მოხდეს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების მობილიზება, რათა მან გააგრძელოს ბრძოლა. ვთანხმდებით, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამშვიდობო პროცესსა და მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა სერიოზულად მიუდგეს პროცესს. ეს ნიშნავს სამხედრო ზეწოლას, რომელსაც თავდაცვის მდივანი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფში 11 აპრილს განიხილავს. ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როდესაც ვუყურებთ სხვადასხვა საოპერაციო გეგმებს, სხვადასხვა ვარიანტებს, შემდეგ ეტაპზე უკვე თავდაცვის ხელმძღვანელების ჩართულობით. ჩვენი გეგმები ამავდროულად უკავშირდება ახალ, უფრო მკაცრ სანქციებს, რათა მივიღოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხანგრძლივი მშვიდობა. მე ეჭვმეპარება იმაში, რომ რუსეთს დაცული შეთანხმება სურს, მის ინტერესში სწორედ რომ დაუცველი გარიგებაა. პრინციპში შეიძლება გაეროს ეგიდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ევროპულ ქვეყნებთან და რა თქმა უნდა სხვა პარტნიორებთან და მეგობრებთან განვიხილოთ უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების განხილვა. რატომ? რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ გონიერი და ხალხის მხარდაჭერით აღჭურვილი ხელისუფლება და შემდეგ უკვე მათთან დავიწყოთ მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე. ხელი მოვაწეროთ ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომელსაც მსოფლიო აღიარებს და იქნება სანდო და სტაბილური. ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მიღწეული მორატორიუმი მუშაობს. 2 დღის წინ იყო ღამე, როდესაც ცეცხლი მართლაც არ გახსნილა, თუმცა მოგვიანებით ხერსონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსულმა არტილერიამ გაანადგურა. აი ასე მუშაობს ეს შეთანხმება. რუსეთს არ სურს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აჩვენებს. ამის შემდეგ მას სანქციები უკვე უნდა დაწესებოდა. რუსეთთან მიმართებით ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე არ მსურს დავტოვოს შტაბ-ბიჭდილება, თითქოს ვეწინააღმდეგები მინერალების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ამ მხრივ უკვე ვაჩვენეთ პოზიტიური სიგნალი. არ გვსურს იმგვარი გზავნილი, რომელიც ამერიკას ჩვენი სამხედრო დახმარების ან სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებისკენ უბიზგებს. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეთანხმების პირობები დროდადრო იცვლება. გვსურს ვიხილოთ მისი ფინალური ვერსია, რადგან შეთანხმებაზე ხელმოწერას სჭირდება მისი შესწავლა. ამაზე ამერიკელებთან ერთად მუშაობთ.